მეგობრებო და მაყურებლებო, ახლა მე გთავაზობ თქვენ ვიდეოს, ჯერ მოგესალმებით ისევ და გთავაზობთ ვიდეოს ალენა ვოლკოვას არხიდან რეალური მისტიკური ისტორიები. ხო, ეს ბლოგერი ყვება, ეს ბლოგერი უბრალოდ არის ტარებელი შავი ძალისა და თეთრი ძალისა. ხო რა, მაგიური წარმომადგენელი, მაგრამ ის ეხმარება ხალხს და როგორ ეხმარება, თუ სადმე გამოჩნდება ვინმე პარალელური სამყაროებიდან, მე ხა გამიგრძელდება დეტალებში რომ ჩავცდე, უბრალოდ გეტყვით რომ დედამიწაზე არსებობს ბევრი პარალელური სამყაროს ხვრელები, კარიბჭეები, რომლიდანაც ხანდახან ვარდებიან დემონური არსებები. დემონები არა, დემონების კიდე ცალკე განსხვავება. დემონური არსებები და ბევრი დემონური ბევრი არსებები. ზოგი არსებები საშიშია, ზოგი არა ადამიანისთვის საშიში და ჯერათ თქვენს თუ არ ჯერათ. ხო და ის ახლა მოყვება ერთ-ერთ ისტორიაზე. ეს არის ვარიანტი, ერთ-ერთი ვარიანტი ისტორიისა. მე არ ვიცი, მე ალენა ვოლკოვას მჯერა, იმიტომ რომ ის ყვება იმ ისტორიას, რაც თავზე გადახდა, რაც თავისი ყურით აქვს მონასმენი ან ნანახი. თქვენ ალბათ გაგიგიათ ინტერნეტში, ვინც რუსული იცის, დიატლოვის ჯგუფის დაღუპვაზე. ხო, ბევრი ვერსიები დადის, ძალიან ბევრი. მე არ დავიწყებ ახლა გარჩევას რა ვერსიები დადის. მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ამ ქალბატონის ალენა ვოლკოვას მონაყოლი. ერთ-ერთი ვერსია, რომლის მთავარი მოწმე არის ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც ახალგაზრდობაში შეძლო ამ ჯგუფში შესვლა, უბრალოდ ექსპედიციის როდესაც იმზადებოდნენ, ამ ქალბატონმა ყველაფერი გააკეთა იმისით, რომ ჯგუფის წევრი გახდარიყო. და თუ რატომ და შემდეგ ამ ჯგუფს რა დაემართა, ერთ-ერთ ვერსიას მე ისე მჯერა, რომ მჯერა ალენასი, მაგრამ იმ ქალბატონამ ვინც ისტორია მოყვა, ისტორია მოყვა თუ არა, ამას მე ვერ შევამოწებ, მაგრამ ჩათვალეთ, რომ მე თქვენ გიყვებით ერთ-ერთ ვერსიას, უფრო რეალურ ვერსიას. და ირინა პოდოროვა, ეს არის არხი კასიოპეა, ირინა პოდოროვა თავისთავად ცლის კონტაქტორად, მან კი მოყვა სულ სხვა ვერსია, რომელშიც ჩარია, თუ გაგიგიათ, იეტი, მაიმუნის მაგვარი ადამიანები, რომლებიც უფრო მაღლა არიან ჩვენზე და ისინი ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში და ფლობენ ტელეპათიას. უფრო მეტი მჭიდრო კავშირი აქვთ ბუნებასთან. მას დავიწყოთ. და ვიდეოს სახელწოდება კეჩერუკობა. გალინა პეტრეს ასული. დიატლოვის ჯგუფის ტრაგედია. ერთ-ერთი მეგობრული კლანი ერთხელ მოვიდა ჩვენთან, ამას ყვება ალენა. ეს იყო ძლიერი კლანი, იყვნენ შერეული ძალები, შავი და თეთრი ძალები. ეს კლანი შედგებოდა 17 ადამიანისაგან, ყველა ძლიერები იყვნენ და ურთიერთობაშიც იყვნენ კარგები, მეგობრულები. ნებისმიერი საქმეზე გადიოდა მთელი კლანი. ერთიც არ რჩებოდა სახლში. მათ ჰქონდათ დიდი სახლი, ჩვენზე უფრო დიდი.
სამსართულიანი სახლი ჰქონდათ. ისინი უკლავდებოდნენ ყველა სიტუაციას, ხალხს ეხმარებოდნენ კარგად. პრეტენზიები არ არის გამოუხადავს. მე მგონი ფულსაც იღებდნენ, რადგან კლანი ღარიბი არ იყო. ერთ დღეს ისინი მოვიდნენ სტუმრად. როდესაც მაგიდას მივუსხედით, დავიკითხე ვინაკლია მეთქი. 16 იყო, 16 ადამიანი და მე 7 არ იყო. სტასი ხო, იმ ახალგაზრდა კაცს, რომელიც აქ და ერქვა სტასი. ისი სტასი არა, ალიონას კლანში რომ იყო, სხვა სტასია. მე ვკითხე, სად არის მეთქი სტასი? მითხრეს ბებიასთან გაემგზავრაო, სხვა ქალაქში. ცოტა ხანში ისინი წავიდნენ. რაღაც დროის შემდეგ ერთი-ორი კვირა გავიდა, არანაკლები ისინი მაგასმა დაგპატიჟეს თავისთან ჩვენ ჩავედით. ხო, მანამდე სტუმრად ყავდათ ამ კლანს, სადაც ალიონა არის. შემდეგ ერთი რამდენიმე ხანის შემდეგ იმათმა ჩვენეთი ადამიანისგან რომ შედგებოდა კლანი და რომელშიც ახალგაზრდა იყო სახელად სტასი, დაპატიჟეს იქეთ სტუმრად. ეს შავი კლანი. სინათლის მეომრები, ალიონას კლანს ერქვა სინათლის მეომრები. ჩვენ ჩავედით, ყველა იყო იქ, მათი სტასიც იყო, მაგრამ ხო, ის ალიონას კლანის წევრი არ იყო უხუცესი სტასი, არამედ სხვა სტასი. ერქვა იგივე სახელი, მაგრამ ჰქონდა მგრალი ოვალური, ხო, მათ ჰქონდათ მგრალი ოვალური მაგიდა. მოამზადეს მაგიდა, ჩვენ დავსხედით, მაგიდის თავში დადგეს სავარძელი. მე დავინტერესდი, ვინმე მნიშვნელოვანი ადამიანი ხომ არ უნდა მოსულიყო თქვა. სტას ჩამოუყვანია თავისი ბებია და ბებია უნდა დამჯდარიყო იმ სავარძელში. მათმა სტასმა გაიგო ჩემი შეკითხვა და ბების გაცნობა გადაწყვიტა ბებია გაიცნო ჩემთვის. ჩვენ ავედით მეორე სართულზე, ფანჯარასთან ზის ხნიერი ქალბატონი. ის რაფაზე აწყობდა ტაბლეტს და კრემებს, ტაბლეტებს და კრემებს. ის ქალი თავს აქანავე და მას ეცვა ფანელის კაბა, გრძელი სახელურებით. გულმკერდზე ეკიდა ჯვარი, დაკიდებული ბატარზე, კაბა არის ლურჯი ფერის, თმები შეჭრილი, თავზე კი ძველებური გრებიშოვსავარცხელი ჰქონდა და სათვალები ეკეთა. შვილი შემოვიდა და კითხა, მალე მორჩებოდა თუ არა ის ჯგუფების სამოლაგებას. ის მოუბრუნდა შვილიშვილმა კითხა, ბებია,
აქ წინსაფარი რადგინდაო მიჩვეული ხარ სახში წინსაფრით სიარულს ალიონა ხო ალიონა იყო ესმე გადათარგმნილი მაქვს და კითხულობ ახლა ასე რომ მომიტევეთ ეს როდესაც ინტერნეტი გამითავდა მე გადმოვკაჩე კი იცით YouTube-ზე 2 დღე ინახება ვიდეოები და შემდეგ ვიდეოდან გადმოვკაჩე რადგან ძალიან მინდოდა ეს თქვენთვის გადამეთარგმნა და მომეყოლა როგორ გითხარით ალიონას კლანს ერქვა სინათლის მეომრები ხო კარგით ამას გამოვტოვებ მაგიდა იყო გაშლილი სტაცმა შვილიშვილმა მიიყვანა ბებია მაგიდასთან და ჩააჯინა საბრძოლში მე ვერ შეძლებდი მის თვალებში ჩახედვას თავიდან მე მომიჩვენა ის უბრალო ბებიად და მე რომ შევწდი 200%-ით მივხვდი როდესაც მან დაიწყო თავისი მოთხრობა ის ამ ისტორიას გვიყვებოდა 2 დღე რამდენი საათი ყვებოდა შემდეგ ის ისვენებდა როდესაც დაიხლებოდა ისვენებდა ჩვენ იმ დღეს დაბრუნდით სახლებში და მეორე დღეს ისევ მოვედით ისტორიის მოსასმენად ამას ყვება ალიონა ესე იგი 2 დღე უსვენდნენ ამ ისტორიას რადგან ქალი ეხლებოდა და შემდეგ ბრუნდებოდნენ სახლებში და ისევ მეორე დღეს მიდიოდნენ იმ კლანთან სადაც ბებია იყო სტუმრობდა ბების მოსასმენად მისი ერთადერთი შვილიშვილი იყო კლანის წევრი სახელწოდებით ზედამთვარე ხო სადაც ბებია სტუმრობდა კლანს იმ კლანს ერქვა ზედამთვარე და ალიონას კლანს ერქვა სინათლის მეომრები შვილიშვილმა იცოდა იმ ისტორია ხო შვილიშვილმა იცოდა ეს ისტორია მაგრამ დაწვრილების და ჩაღმავების გარეშე ზედაპირულად იცოდა თუ რა დაემართა ბებიას მაგრამ ბებიას დაწვრილებით არ მოუყოლია შვილიშვილისთვის სინამდვილეში რა მოხდა ჩვენ არ ჭამდითო ამბობს ალიონა არც ვამდითო მხოლოდ მაგას უსმედითო დალიონა ბუსმე მოყვებიო მასზე მის სახელით მე შევეცადეო რამე ჩამეწერა მაგრამ შეუძლებელი იყო რადგან მას არ აინტერესებდა რომ ჩვენს ეკარნახა მას არ აინტერესებდა ჩვენ ჩავწდით რამე თუ არა ის უბრალოდ ყვებოდა თან ისეთი ინტონაციით ყვებოდა მისი მანერით მოყვებიო მაგრამ მე რასაკვირველია უბრალოდ მოგიყვებით მე შევეცადე ეს ისტორია დამემოკლებინა რომ ძელი არ ყოფილიყო იმაზე მეტი მოკლე გამიხადა ვიზე მოყვა ამას ალიონა პერეგინა ხა დავიწყოთ მე მოხარული ვარ რომ იმყოფები ამას ყვება უკვე სტასის ბებია კლანი და მზედათვარე ხო მე ხა რასაც მოყვები იმ ბების სახელით და არა ალიონა ვოკოვას სახელით მას დავიწყოთ მე მოხარული ვარ რომ იმყოფები ისეთ ადამიანებთან როგორც თქვენ და მიხარია რომ აქ არის ჩემი შვილიშვილი სტასი
ჩემმა ბიჭმა აირჩია სწორი გზა, რითაც მე ძალიან გამახარა. მინდა უფრო ახლოს გაგეცნოთ, მე მქვია კეჩერუკოვა გალინა პეტრეს ასული, მე დავიბადე 1937 წლის 21 ივლისს ქალაქ სვერდლოვსკში, ადრე იყო ცეთი ქალაქი სვერდლოვსკი, ახლა შეცვლილია, შილება არის შეცვლილი, შილება არა, რომელიც დღეს, ხო, სვერდლოვსკი დღეს ეწოდება ეკატერინბურგი. მე არასდროს არ ვიყავი დაუჯახებული, ამბოსდებია, თუმცა მყავდა ქალიშვილი. რატო ვამბობ მასზე განვლ დროში? იმიტომ რომ ადამიანის სულელია ეს განუკურნებელი ჩემ ქალიშვილს მე შევარქვი სულელი, რადგან ის მისწრაფოდა არა ქალურ საქმეებისგან, მას უყვარდა ავტომანქანები. და მე მას ვუთხარი, თუ შენ წარმატებით დაამთავრე ინსტიტუტი, მე გიყიდი მანქანას. მან შეასრულა სიტყვა, მე კი შევასრულე ჩემი დაპირება და ვუყიდე მანქანა. მე არ ვიყავი არასდროს ცუდი დედა, ამბობს ბებია. რამდენჯერ ვუთხარი მას, რომ მანქანა სწრაფად მიყავდა და ცოტა შეენელებინა სისწრაფე, თორე აღმოჩნდებოდა ხაერში, მაგრამ ის მე არ მიჯერებდა, ჩემ გაფრთხილებებს ყურად არ იგდებდა. დაიდრეს მისი მანქანა ჩიჩქარა მიდიოდა, რომ მართლა გაფრინდა კვეთში. მისი სული კი ცაში აფრინდა და თან გაიყოლია ორი უდანაშაულო სული, რომლებიც მოდიოდნენ მანქნით. შემხედრი მიმართულებით. ამის შემდეგ ვინმე იტყვის, რომ ის ჭკვიანი იყო, მან დამიტოვა შვილი, ანუ მე დღესაც არ ვიცი ვინ არის მისი მამა. ისევე როგორც ჩემმა ქალიშვილმა არ იცოდა ვინ იყო მისი მამა. მე არ ჩავთვალე საჭიროდ ეს მეთქვა მისთვის. ეს ჩემი საქმე იყო. ალბათ მაგიტომ არ ჩათვალა მან საჭიროდ ეთქვა თუ ვინ არის ჩემი შვილიშვილის მამა. ალბათ სამაგირო გადაუხადა. თუმცა იმ დროს ამას ხალხი უყურებდა როგორც სხვა სიტუაციას და მე რაც ჩემი თავი მახსოვს, არ მაინტერესებდა თქვენი ზნობები, რაც ჩემი თავი მახსოვს. არ მაინტერესებდა და არც ვინ რას ფიქრობდა. ფეხზე მეკიდაო, სხვისი აზრი. ამას ამბობს ბებია. მე ვარო 71 წლის. მე ვსწავლობდიო კურსზე.
იყო იმ ესე იგი დიატლოვის ექსპედიციის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც გადაურჩა, უკან დაბრუნდა შუაგზიდან. ეს ქალიც გადარჩა, მაგრამ ეს ქალი როგორც წევრი არცერთ არ იყო დაფიქსირებული. საუბარი ვინ წავა იგორ დიატლოვის ექსპედიციაში, შეიძლება შემეკითხოთ, რა კავშირი გაქვთ ამასთან. პირდაპირი კავშირი მქონდა. იუდინმა თქვა, რომ მას ფეხი ეტკინა. ხო, მე კი სიმართლეს გეტყვით, მას არაფერი სტკიოდა. მას შეშინდა. მეათე მონაწილე ვიყავი მეო და მე ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი, ვინც გადარჩა ამ ლაშქრობიდან. ამბობს ბებია. ამ სტაცის ალიონას კლანის სტაცის კი არა, ბების შვილიშვილსაც ერქვა სტასი. ესე იგი, იყო 10 კაცი, 11 იყო ეტყობა. იმიტომ რომ 9 კაციანი ექსპედიციიდან მე-10 იყო ეს, რომელიც არ იყო დაფიქსირებული, ბებია იყო მე-10 წევრი, იუდინი დაბრუნდა, ესე იგი, იუდინი დაბრუნდა, ესე იგი, დარჩა 8 კაცი. თუ 9 კაცი იყო დაფიქსირებული, რადგან იუდინი დაბრუნდა შუაგზიდან, ოფიციალურად დაფიქსირებული იყო 8 კაცი. 8 ადამიანი, მე-10 იყო ეს ბებია. ჭეჩეროვა გალინა. მე სრულ ჭკუაზე ვარ, მივიყურებთ ასე. მოგვიანებით იმულაცია დაიბეჭდა, ინტერნეტი გაჩნდა, ვიკიპედია გაჩნდა. მეტირილი და სიცილი ერთდროულად მინდოდა. იმდენი ფაქტები წარადგინეს, იმდენი ვარაუდები გაჩნდა, მაგრამ სიმართლესთან არც ერთი ვარაუდები ახლოსაც არ იყო, ამბობს გალინა ჭეჩერუკავა. მე მიყვარდა სურათების გადაღება. მე ვიყავი ლამასიო, ამბობს ბებია. ჯგუფის ყველა ფოტო, სადაც მე ვიყავი, გაქრა. ჩემი წევრებით გაქრა პალატკიდან. ჩემ წევრებთან ერთად, ჯგუფის წევრებთან ერთად გაქრა პალატკიდანო ჩემი ფოტოებიც. საიდანაც გავქვი მეც. ჩუმად დამკითხეს. ზვავი ჩამოვიდა, მეთქი მე უთხარი. ეს არის ოფიციალური ვერსია, რომ ჩამოწვას ზვავი და დაიღუპა წევრები. ამას ახაყოდა გალინა ჭეჩერუკავა, ამ ექსპედიციის მე-10 წევრი. სტასის ბებია. მე მუპასუხეო დაკითხეს დროს, რომ ხო მე მეკითხებიან, შენი თვალით ნახე, კი მეთქი ნახე, მეთქი რომ ზვავი ჩამოწვა, მეთქი უპასუხე მეო, შენ
როგორ გადარჩი? შემეკითხენ მე ვუპასუხე, მარჯვნივ წავედი მეთქი, შოკში ვიყავი, ციოდა, მე კი მივდიოდი და გამოვედი სოფლისკენ მეთქი. იქ იმ ხალხმა გამართბო, მაჭამეს მეთქი. შემდეგ სახლში დაბრუნდი მეთქი და შენით არავინ დაინტერესდაო მკითხეს. არამედ ვუპასუხე, ვის უნდა ეძებნა მეთქი. მე ნათესავები არ მყავსო, რომლებიც ჩემთანაც დაიწყებნენო. ვუპასუხე ასეო. კითხა, სხვები რატომ არ წავიდნენ მარჯვნივო? მე საიდან უნდა ვიცოდე მეთქი ვუპასუხე. ყველა შოკში იყო. მეკითხებოდნენ, შემეკითხეს, პალატა რატომ დაჭრესო? მე ვუპასუხე, ხალხი შოკში იყო. კიდევ ცოტა დამკითხეს და შემდეგ გამიშვეს. ამბობს ბებია, თქვენ თვალებში კითხვას ვამჩნევ. ახლა მიმართა ბებიამ სტასის კლანის წევრებს და სტუმრად ყოფ ალენას კლანის წევრებს. ხო, მაგიდას ხო მიუსწა ორი კლანი. თქვენში კითხვას კითხულობო. თქვენ თვალებში კითხვას ვამჩნევო. მასეთი მნიშვნელოვანი მოწმე როგორ გაუშვეს მასე. ალბათ ეს შეკითხვა გაგიჩნდა თავშიო. ადვილად გამიშვეს, არ უნდათ ზედმეტად თავი შეწუხებაო. მე ჩემი ცხოვრებით ცხოვრობდი. ამ ლაშქრობაში მიყავდათ გამოცდილი ხალხი. მე კი გამოცდილება საერთოდ არ მქონდა. მე როგორ მოხვდი იქ გეტყვით. მე არაფრის არ მწვენია. მე ვიყავი სუფუქი ყოფაქცევის ქალიშვილი და მაინტერესებდა ამ ლაშქრობაში წასვლა. მე მინდოდა, ძალიან მინდოდა ამ ლაშქრობაში წასვლა. თავიდანო ექსპედიციის ჯგუფის წევრების სია იყო ძალიან გრძელი. შემდეგ ეს სია შემცირდაო. მოგვიანებით შემცირდაო სია. იყო მესამე-მეოთხე სართულისო. მე ფიქრობდიო, მაპატიეთ, იყო მესამე-მეოთხე სირთულის ლაშქრობა. ხო, მე სართული წავიკითხე. კი იცით, მე კითხვა მიჭირს, ამიტომ მაპატიეთ, მაგრამ ისეთი საინტერესო ამბავია. მინდოდა დამეწერა, რომ შემდეგ უცებ ამეწერსა. ეს დიდი ხანია, ეს დაწერილი მაქვს მე ეს და კიდევ მეორე თემა. ისიც ძალიან საინტერესოა. მე ფიქრობდი, რომ ვისწავლიდიო. გამოცდილება არ მქონდაო, მაგრამ გახდებოდიო გამოცდილი. ორმა ადამიანმა დამეხმარაო. რომლებიც ამ ლაშქრობაზე პასუხს აგებნენო. მე ვიყავი კონცენტრირებული ჩემ თავზე, ვიდრე სხვა რაღაცაზე, ან სხვა ვიმეზე. მე ფლობდი, მე ვთვლიდი, რომ თავარი მე ვიყავი და შემდეგ უკვე სხვა. ამას ამბობს ბებია. მე თანაკურსელებისთვის ვიყავი
ერთი ცხოვრებისთვის. ეს ორი ადამიანი იყო ჩემზე უფროსები. მაგრამ როდესაც მე ვთქვი, რომ მჭირდება ლაშქრობაში წასვლა და ვიყავი ეფექტური, ერთი ჩემი ნაწნავი იყო თქვენი ხელის სისხლის. ამას ბებია იხსენებს. კიდევ გახსენებთ, რომ არ გიგონებთ, რომ ამას მე ვყვები? არა. ამას ყვება ალიონა ბებიას სახელით, მე კი ვყვები ორივეს სახელით. ერთმა წინააღმდეგობა გამიწია. არ შემიძლიაო ცოლიანი კაცი ვარო. მე ვიყავი ამ სიაში ჩართული. რომლიდან გავქრი მოგვიანებით. მე რაც დღე გადიოდა, გრძნობდი, რომ იგორ დიატმოვი მომწონდა სულ უფრო და უფრო, მაგრამ მე ვარდისფერი ღრუბლებში არ დავფრინავდი. მე ვიცნობდი ბევრ მამაკაცს და ყოველი ვიტოვებდა რაღაც კარგს. ჩემ მშობლებზე საუბარი არ მინდა. სირთულეები არასდროს მაშინებდა. პირიქით, მე ვიყავი გავდი სნიგურეჩკას. ახლა ბებია მიმართავ შვილიშვილს, სტას, ჩემი სახლიდან წამოიღე ჩემი ალბომი, რომ ამ ხალხმა ნახოთ მე როგორი ვიყავი ახალგაზრდობაში. შეიძლება არ ჯერათ. ბებია შენის. არც მე დამემსგავსე. დედა შენი, უпроსტად ამ შვილიშვილის თავის ქალიშვილს შეეხო, შვილიშვილის დედას. დედა შენიო, არც მე დამემსგავსაო, არც მამას დაემსგავსაო. შენ რომ ობოლი დარჩი, მხოლოდ მისი ბრალიაო. ესე იგი, შენ რომ ობოლი დარჩო, დედა შენის ბრალიაო. იგორ დიატლოვი მაგრად მომწონდაო, ამბობს ბებია. მას ყავდა შეყვარებულიო ტატიანა. ეს ტატიანა ჩემთვის იყო უაზრობაო. მე მას ყურადღებას არ ვაქცევდიო. ის გავდა რუხ თაგუნასო. მე მიყვარდაო კენჭეროების დაპყრობა. ამბობს ახლა ეს სტასის ბებია, გალინა კეჩეროვა. და დიატლოვი არ იყო მიუცდომელი. მიუცდომელი კენჭერო ჩემთვისო. ყველაფერი ჩემებურად იქნებოდა. მაინცო. და მასეც მოხდაო, მე დავკარგე მის მიმართ ინტერესიო სამი შეხვედრის შემდეგ. ის აღმოჩნდაო ერთფეროვანი. მე დაფეხმძიმდი მისგანო. მე დიდხანს ფიქრობდიო, როგორ აიტყობოდა ჩემი ბედი. არა. მე ბავშვზე არ ფიქრობდი. როდესაც დავწონე ყველაფერი, ეს იყო ჩემი სისუსტე. ლაშქრობამ ცოტა დამღალაო. და მოვლენები, რომლებიც იქ მოხდა, რაღაც ამ მოვლენება, რომლებიც იქ მოხდა, რაღაც ანაბეჭდი დატოვაო ჩემში. და აღმოჩნდიო სამშობიაროში, ამდენ ფიქრში. მე მეცინებაო ამაზე. ფიქრობდიო, მანამ სანამ არ ვიმშობიარეო მე, ვიმშობიარეო გოგო. აღმოჩნდაო, რომ მე ბავშვის ნახვა არ მიდაო. არ მიდოდაო ჩემი შვილის ნახვა. მე მეჩხუბებოდნაო მე მეჩხუბებოდნენო
ველაპარაკებოდნო ბოლოს და ბოლოს მე ვიფიქრე რატომაც არა მე ხომ მარტო ვიყავი იმ დროს ჩემი მშობლები ახლობლებად არ მიმაჩნდა თუმცა ისინი ცდილობდნენ დაახლოებას ჩემთან მიგზავნიდნენ საჩუქრებს და ასე შემდეგ მე შვილი წამოვიყვანე სამშობი აროდანო ამბობს გალინა კეჩერუკავა სტასის ბებია მიჭირდაო შვილის უკან დაბრუნება მინდოდაო შვილი იზრდებოდაო მოგვიანებით გამეადვილდაო მისი მოვლა შვილმა სიარული დაიწყო მე თავისუფალი დრო გამიჩნდაო ჩემი გოგო გაიზარდაო გახდა ქალიშვილიო ის არ გავდა თავის მშობლებს მგონი მან ყველაფერი უარყოფითი აიღო თავისი მშობლებისგან სტას ნუ მიყურებ მასე კი მე შენ გჯდიდი ქამრით გცემდიო რადგან ორები და სამები მოქონდაო შენ სკოლა დაამთავრე ოქროს მედალზე და ეს იყო ჩემი ქამრის დამსახურებაო ეუბნება ახლა ეს გალინა თავის შვილიშვილს სტას მე მიხარია რომ ჩემი გოგო მოსვენებულია მე მეორე ბავშვიც გავხდი ორსულად მაგრამ არ ამ შემთხვევაში ხო მე ესე იგი მეორე დაურსულდიო ამბობს ბებია მაგრამ ამ შემთხვევაში ვიცოდიო რა უნდა გამეკეთებიაო ბავშვი მოვიცილეო რადგან მე დაფეხმძიმდიო ცოლიანი მამაკაცისგანო თუმცა იმკაც ძალიან უდიდაო მე ეს ბავშვი დამეტოვებინაო მაგრამ მე ვუთხარიო რომ არ მინდა ეს ბავშვი თქო ცოლიანი კაცისგან ბავშვი დაწოება არ მინდოდაო მას ცოლთან გარშორება უნდოდა ჩემ გამო მე ვარი ვუთხარი მე ჩემთვის მინდოდა ყოფნაო ის კაცი ჩემთვის იყო უინტერესო საერთოდ მე მამაკაცებთან მასე ჭირდა რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ისინი ჩემთვის ხდებოდნენ უინტერესო რა გინდა იქამა თავს იპდი თქვა რომ იყო ცუდი ყოფაქცევის ქექე საქციელის ქალბატონი ახალგაზრდობაში ინსტრუქტაჟის შემდეგ მე მივხვდი რომ ჩვენ წავიდოდით ჩრდილო ურალით მოვიდა ავტობუსი ამ ავტობუსით ჩავედით ვლინოვის ამ ავტობუსით წავედით ამ ავტობუსით ჩავედით სოფელში ვიმგზავრეთ დიდხანს ვლინოვის ჯგუფი წავიდა ჩვენ გავჩერდით რომელიღაც სახლში ხოხი ხოს გავდა დელებ რუსულ ხოხს შემდეგ ჩვენ გავემგზავრეთ სატვირთო მანქნით და ჩავედით რომელიღაც სოფელში ისევ მე ვკითხე იგორს ასე ვიმგზავრეთ მეთქი სხვადასხვა ტრანსპორტით მას გაეცინა და მიპასუხა არაო ჩვენ თითქმის მოვედითო დანიშნულ ადგილას და გავათიეთ ღამე რომელიღაც სკოლაში მეორე დღეს დავდექით თხილამურებზე და ჩვენ სადღაც წავედით ჩვენ მოვედით რომელიღაც სოფელში მგონი ის სოფელი იყო მიგდებული ჩვენ იქ მოვედით ძალიან გვიან
და ღამე გავათიეთ რომელიღაც სახლში, იქ არავინ არ იყო. იმ დღეს იუდინი ლაშქრობიდან გამოვიდა, გზა შეწყვიტა. მან მოხდა ლაშქრობის რამდენიმე ნივთი და დაბრუნდა უკან. შემდეგ ის იტყვის, რომ გადარჩა. შემდეგ ჩვენ გზა გავაგრძელეთ და ღამე გავათიეთ რომელიღაც მდინარის ნაპირზე. შემდეგ სხვა გაჩერებაზე წავედით. მან დაასახელა ის ადგილი, სადაც უნდა წავსულიყავით. იქ ბილიკი მოჩანდა. ბილიკი მანსი. იქ ხალხი იყო. არ ვიცი, ეგებ მონადირეები. ჩვენ ვაგრძელებით გზას ამ ბილიკით. ბილიკი მანსი, ანუ ბილიკს ერქვა სახელწოდება მანსი. ბილიკი მანსი, ანუ ირმების ბილიკი. მანსი იქაური მოსახლეობის ერაზე, რომელიც ნიშნავდა ირმების ბილიკს. ჩვენ მივახლოვდით მთას. მე უფრო განზე ვიყურებოდი. ჩვენ ვახლოვდებოდით ამ მთას. სახელი არ მახსოვს. ჩვენ შევეცადეთ ამ მთაზე ავსულიყავით. ხალხი ცდილობდა ასვლას და უკან ვარდებოდნენ. შემდეგ გადაწყვიტეს ამ მთის გვერდით დაბლობზე გაგვეთენებინა ღამე. მეორე დღეს ჩვენ შევძელით ამ მთაზე ასვლა, მაგრამ ეს მთა არ გადაგვიკვეთია. არამედ მის ფერდობზე ავედით ხოლოდ და ჩვენ გადავწყვიტეთ ღამე იქ გაგვეტარებინა იმ ფერდობზე. მე მახსოვს, რომ ვიღაცამ ჯგუფიდან თქვა, რომ მოშორებით არის რაღაც გადასასვლელი. მე თავი მოვაჩვენე, რომ მეც რაღაცას ვაკეთებდი, სანამ ისინი პალატკას აყენებდნენ. მე გავიფიქრე, რომ ძალიან ციოდა. ყველაფერი იყო შედარებით ნორმალური. მე მივედი იგორთან და ვკითხე, როგორ შეაფასებდა ის ლაშქრობას. მან მიპასუხა, რომ ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვითო. ხამდებოდა. მე ამ საქმეში ვიყავი პროფანი. მე წარმოდგენა არ მქონდა, როგორ შეიძლებოდა იმ ღამის გათენება. მე ამას ყველაფერს უყურებდი გვერდიდან. ეს მეჩვენებოდა არარეალურად. მე სხვა გზა არ მქონდა. მინდობოდი იგორს. ის იყო ამ საქმეში სპეცი. რაღაც დრო ჩვენ დავბოდიალობდით უსაქმურად. უკვე ძალიან ბნელოდა. მოგვიანებით ყველანი დავიწყეთ პალატკაში შესვლა. დასაგზინებლად. უნდა მომზადებულიყავით. ხაერი პალატაში უცებ გათვა, ყველა სუნთქავდა. გავიდა 1 საათი. საუბრები უკვე წყდებოდა. გასასვლელთან იწვა ახალგაზრდა კაცი. ის ნახევრად იწვა და რაღაცას უყვებოდა ვიღაცას. მაპატიეთ.
და ამ ახალგაზრდამ თქვა, რომ თითქოს ისმის თოლზე ვიღაცის სიარულის ხმა. ჰაერი მუდმივად არ იყო და მან დაიწყო ფარანის ზებნა თავის ნივთებში. ეს ახალგაზრდა იწვა ჩაცმული. ვიღაც გახდილი იყო, მაგრამ არა სრულიად. ეს ახალგაზრდა ადამიანი გავიდა პალატკიდან. რამდენიმე წუთში ის დაბრუნდა და ვისაც ჰქონდა სურვილი მისი ფარანი დაეთვალიერებინა, რადგან ფირმის ფარანი ჰქონდა, რომელიღაც ფირმის ფარანი. იცით, საბჭოთა კავშირის დროს ყველაფერი დეფიციტი იყო. ყველამ შეამჩნია, რომ ეს ახალგაზრდა დაბრუნდა ფარანის გარეშე, რომას არ ეკავა ფარანი ხელში, როდესაც ის პალატაში შემოვიდა. მან თქვა, რომ პალატიდან 30 ნაბიჯის მოშორებით იდგნენ მარცხნივ უცხო ხალხი და გაჩუმდა. ყველა იჯდა ჩუმად და უყურებდნენ ერთმანეთს. ვისაც ძილი უნდოდა, ისიც ჩამოჯდა და უცებ ყველა, ვინც იყო პალატაში, დაიწყეს თავისი დადგომა ადგილებიდან. ყველა ადგა ადგილებიდან, ხო, იწვა ხალხი, ყველა ადგა თავისი ადგილებიდან და გამოცვიდნენ გარეთ. რაც ეცვათ, იმით გავიდნენ გარეთ, იმით გამოცვიდნენ. თითქოს პანიკაში ჩავარდნენო. მე ვუყურებდი მათ, ისინი როგორ გამოდიოდნენ პალატიდან. ერთმა ახალგაზრდამ აიღო დანა, გავიდა გარეთ და ისევ დაბრუნდა და გაჭრა პალატკა შიდა მხრიდან უკანა მხარეს და გავიდა უკანა მხრიდან გარეთ. მას კიდევ ორი გაყვა და პალატკა და პალატკა დაცარიელდა. მე გამოვედიო გარეთ. და გავაკეთეო 10 ნაბიჯი მარჯვნივ. მე გავჩერდიო. შემობრუნდი და ვუყურებდი ხალხს, რომლებიც ტოვებდნენ პალატკას. ისინი ჩადიოდნენ დაბლა. მიდიოდნენ ორგანიზების გარეშე, სპონტანურად. ისინი თავის თავს არ ეკუთვნოდნენ უკვე. ესე იგი, ამ ხალხზე ისეთი დამუშავება იყო მოხდენილი, რომ ხალხი რას აკეთებდა თვითონ არ იცოდა. თავის თავს არ ეკუთვნოდნენ. მე ამას დიდხანს ვუყურებდი. ხალხის ქვევით ჩასვლის შემდეგ ესე იგი, ის ხალხი, რომლებიც ჩავიდაო, ცდილობდნენ უკან დაბრუნებას. მაგრამ პალატკას ისინი ვერ ხედავდნენო. ისეთი გავლენა მოახდინეს მაგაზე, რომ პალატკას ისინი ვერ ხედავდნენ, თუმცა პალატკა იქვე იყო. მაგრამ ამ პალატკას ხედავდა გალინა კაჩორუკავა, ბებია სტასის. თუმცა პალატკა იქ იდგა, იმავე ადგილზე, მის ადგილას.
ისინი ვერ ხედავდნენ ამ პალატკას, იმიტომ რომ მათზე მოქმედება მოხდა უნახავი ძალის მოქმედება, რომელიც მათ არაძლევდა საშუალებას ენახათ ეს პალატა. 30 ნაბიჯის მანძილზე პალატკის გასასვლელთან იდგა 6 კაცი. ამ მანძილიდან ისინი მოჩანდნენ შავებად, შავ ლამდებად. ისინი იდგნენ რიგში თითქმის ერთის მეორეს მიყოლებით რაღაც დროით მე მათ უყურებდი, შემდეგ ვიყურებოდი ხალხის ხარეს, რომლებიც იყვნენ რაღაც ძალის მოქმედების ქვეშ. დიახ, ეს მასეც იყო. ხო, გალინა კაჩერუკავა ამბობს, რომ ის ხალხი, რომლებიც გაწვინდა გარეთ, რომ დაიწყოს გარეთ გასვლა, იმ მომენტიდან მათზე რაღაც ძალა მოქმედებდა. და მათ ისე აურიეს ტვინი, რომ იმ პალატკას ისინი ვერ ხედავდნენ. და ტკიც დაამოწმა ბებიამ სტასის, რომ მასეც მოხდაო, ისინი იყვნენ ძალის მოქმედების ქვეშ. მე არასდროს არ მიყვარდა ლოდინი. დიდხანს ყურება. მე გრძელი კინოები არ მიყვარს. რაც მიყვარდაო, სერიალები არ მიყვარსო. ახლა მე ვუყურებ სერიალებს. სერია არ მბაძას. ახალგაზრდობაში კი მე მოთმნება არ მქონდა, თუმცა მე შემეძლო თავი შემეკავა. მე მივხვდი, რომ აქ არაფერი არ იყო საყურებელი. მოსახდენი მოხდა. მე კიდევ ერთხელ შევხედე ამ ხალხს, შევალე თვალი ყველაფერს, ისინი იდგნენ გაფარჩხულები, ხელები ჰქონდათ გაწეული წინ, გადაჯვარედინებული. ეს ხალხი, რომლებიც იდგნენ გაფარჩხული და ხელები წინ წაწეული და გადაჯვარედინებული, იყო ის 6 კაცი, რომლებიც თავისი ძალით იმოქმედეს ჯგუფის წევრებზე, დიატლოვის ჯგუფის წევრებზე. მე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ დიატლოვის ყველა ჯგუფის წევრები იყო ამ მდგომარეობაში. მე მეშინოდა, რომ მე არ ვენახეთ და გადავწყვეტე დამალვა და წასვლა. რაც ეხება იმ მამაკაცებს, რომლებიც იდგა, ისინი კიდევ დიდხანს იდგნენ იქ. მე ტყით მივდიოდი და ველოდებოდი. მე ერთ ადგილზე არ ვიდექი უпростоრად. მე ერთ ადგილზე არ ვიდექი, რადგან იყო სიცივე. მე მივდიოდი და მივდიოდი. მე ველოდებოდი, როდის მომდებნიდნენ და წამიყვანდნენ ეს 6 მამაკაცი. ისინი ისინი გამოყვნენ მე. მე რატომ წავედი მასე? შვიდად რატომ ველოდებოდი? რატომ არ მეშინოდა ამ 6 მამაკაცის? იმიტომ რომ ეს იყო ჩემი კლანი. მე ვიყავი მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, ჩემი კლანისა. ჩვენ ერთმანეთს შეხვდით 2.5 საათის შემდეგ იქიდან, როდესაც მე იქაურობა დავტოვე. მე წამოვიდი იქიდან თხილამურების გარეშე. თქვენ ალბათ
გაინტერესებთ რა იყო ეს და რისთვის ეს იყო ძალის ვარჯიში. ეს გამართლება არ არის, ეს არის ახსნა. თქვენ ამას არასდროს არ აკეთებთ. სტასი კი ამაზე არაფერს მიყვება. თქვენ არ აკეთებთ, მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ. ნავარჯიშები ხალხს უფრო დავეხმარებით. მე ყოველთვის ვიცოდი ჩემი თავის ფასი. დიატლოვის ჯგუფის დაღუპვა იყო დაგეგმილი. ეს 6 კაცი დაიკარგა. ისინი იყვნენ ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანები. მე არ მოყვები იმას, თუ როგორ დაიკარგნენ ეს ჩემი 6 კლანის წევრები. სტასი კი გახსოვს შენ 10 წლის რომ იყავი მე შენთან ერთად ვიწეხი. შენ გეშინოდა ხმაურის. ისეთი ხმაური იყო თითქოს რაღაც დასახლდა ჩვენ სახლში. მე იმისთვის ვიყავი შენ მე იმისთვის რომ შენ შეგშინებოდა. მე გეუბნებოდი ტყუილს. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ შეშინებოდა და მე რამდენიმე ღამე შენთან ერთად გამეტარებინა, ჩემ გვერდით. შენ კარგად გძინავდა. მალევე იძინებდი და ჩემი ძალა გადავიდა შენთან. სრულიად ყველა მთელი ძალა სრულიად შენთან გადავიდა. მე ვარ ახლა ჩვეულებრივი ბებია. სტასმა უთხრა ბებიას შეეგროვებინა თავისი ნივთები, რადგან ბებიას უკან აბრუნებდა. ხო, გაუბრაზდა შვილი ბებიას. ასეთი ამბავი რო გაიგო, კი, მიახლოებით იცოდა მან ყველაფერი, მაგრამ ასე დაწვრილებით არა. ბებია აპირებდა კიდე რამდენი დღე დარჩენას თავის შვილიშვილთან, მაგრამ შვილიშვილს არ უნდოდა, რომ ბებია მეტი დარჩენილიყო. ამის შემდეგ სტასმა დაიწყო დალევა. ჯერ სვამდა ჩუმად, მაგრამ შემდეგ ღია დაიწყო დალევა. შეგნებულად სვამდა და ბოლოს ნახეს ახალგაზრდა კაცი კანაუში გახრეტილი თავით. შემდეგ ჩვენ ესტასიო დამარხეთ ამას უკვე ალიონა ვალკოვა ამბობს. აი ასეთი ისტორია. თქვენ წამოიგეთ რა უგულო არის ადამიანები, ზოგი ადამიანი. არ ხედავ რა თქვათ. ძალა უნდა ავარჯიშოთო. შემდეგ რომ ხალხს ბებიამ რა თქვა, რომ ძალა უნდა ავარჯიშოთო, რომ შემდგომ ხალხს უკეთ დაეხმაროთო, მაგრამ იმ ხალხის დასახმარებლად, ესე იგი, უნდა გაგეწირა ხალხი, შემდეგ რომ თურმე სხვა პარტია ხალხს დაეხმარო. სხვათა შორის ეს ალიონა ახლა არ არის საქმეში, მაგრამ ალიონა უფრო ახალგაზრდა რომ იყო, მათი კლანი ფულს არ იღებდა, ისე ეხმარებოდა ხალხს. გააჩნია ხა სიტუაცია, შეიძლება ზოგჯერ ხდებოდნენ ფულიან ადამიანებს, დიდარ ადამიანებს, რომლებიც მოტოდებელ ფულს ისინი იღებდნენ. მაგრამ თუ ადამიანი იყო ღარიბი და რაცხა, თავისი თანხით, თავისი ხარჯით, ისინი ყველა მუშაობდა. სხვებს არ უყურებდნენ ხელზე, ყველას ჰქონდა რაღაც თავისი შემოსავალი. ხო, მე კიდევ გეტყვით, რომ მე თავს არ დავდებ ამ ვერსიის სიმართლეზე, მაგრამ მე მჯერა ალიონა ვალკოვასი. ძალიან კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან ბევრი ვერსია დიატლოვის ჯგუფის დაღუპვასთან დაკავშირებით, მაგრამ ხომ გეუბნებით აგერ არის ხომ კონდაქტორი ირინა პოძოროვა, კასიოპეა, არხი კასიოპეა, წარმომადგენელი, მაგრამ ის
ისეთ ვერსიებს ყვება ხოლმე სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, რომ მე ეჭვი მეპარება მის სიმართლეში. არა, ეს ხალი სული და გულით უეშმაკოთ გადასცემს ადამიანებს ინფორმაციას. შეიძლება მასე ფიქრობენ ჩემზეც, რომ შეერა რა, მე მართალია მე შემოწმების საშუალება არ მაქვს, მაგრამ მე ვაკოდები თუ როგორ რეზონანსში შედის ინფორმაცია ჩემთან. თუ ჩემთან რეზონანსში ეს ინფორმაცია არ შევიდა, არის მაგალითად ზოგი ინფორმაცია, ზოგი არხები, რომლებსაც მე ვერ ვუსმენ. დაწყებისთანავე თიშა. ან მაგალითად ზოგ ინფორმაციას ვერ უსვენ ბოლომდე. და მე სანამ რამეს თქვენ გადმოგცემთ, მე ამ ინფორმაციას ვუსმენ ყურადღებით. კიდევ გეუბნებით, თუ არ რეზონირებს ჩემთან, მე ინფორმაციას თქვენ არ გითარგმნეთ. ახლა მაგალითად ძალიან ბევრი საუბარია სამ ატლასზე, ხო? ბევრი ინფორმაცია მოусმინე იგივე კორი გუდისგან, იგივე ისმაილ პერეზისგან, იგივე სხვა კონტაქტორებისგან მიახლოებით, იგივე ასტრალიონიკისგან. მე ნორმალური პასუხი ვერცერთისგან ვერ მივიღე, უпростоრად პასუხები კი მივიღე, მაგრამ ერთი საერთო პასუხი არ იყო. ყველა სხვადასხვა საუბრობდა, ამიტომ მე არ გადავიფიქრე, მე მინდოდა თქვენთვის ატლასზე გადამეთარგმნა რომელიმე ვიდეო, მაგრამ რადგან პერესის, ისმაილ პერესის ახსნა სხვა იყო, კორი გუდის ახსნა სხვა იყო, ასტრალიონიკას, იური ლირის ახსნა სხვა იყო და სხვა კიდე იქ არის კონტაქტორები, რომლებსაც მე ხანდახან უსვენ. სხვადასხვა იყო, მე თავის შევიკავე. იმიტომ რომ მე არა ვარ ჯერ, რადგან მე არა მაქვს სრული ინფორმაცია, რადგან მე ხედავ, რომ სხვადასხვა ინფორმაცია ერთ თემაზე, მე თქვენ ვერ წარმოგიდგენთ ამ თემას. იმიტომ რომ მეც თუ ეს დავუშვათ, ხო, ტყუილი აღმოჩნდა, მეც ხომ მონაწილე ვარ ტყუილის. ახლა მე ხომ თქვენ ბევრჯერ გადაგითარგმნეთ, მაგალითად ელენა დანანის ახალი ამბები. მაგაზეც კი დაიწყოს და უბრალოდ მაგის შეიძლება მოატყუეს. მის უკან თურმე ამბობენ, რა ვიცი, ამბობენ ისეთ ყოლებს უგონებენ. იმ ინსაიდერებს და იმ კონტაქტორებს, რომლებიც ცდილობენ სიმართლე მოიტანონ ჩვენამდე, მათ უგონებენ ტყუილს. მაგალითად სტივენ გრიფს ტყუილი მოუგონეს. თლად თითქმის ტერორისტად გამოაცხადეს, რომლიღაც დაჯგუფების წევრად. ამიტომ მე გეუბნებით, რასაკვირველია ბრალდებულებები მეც მესმის ამა თუ იმ სადერის მიმართ, მაგრამ თუ რეზონანსში არ შედის ეს ტყუილები, ინსაიდერებზე რო ამბობენ, მე მათ არ უჯერებ, მაგრამ რაც ატლას ეხება, მე ვერ შევედი შეთანხმებაში ჩემ გულთან. ამიტომ არაფერი მოგიყევით ატლასზე. კი, მინდა, ძალიან მინდა იმ ქართველებს მოგიყვეთ, რომლებსაც რუსული არ იციან, უცხოენები არ იციან, მაგრამ ჯერჯერობით მე თვითონ სწავლობ კი არა, ვიკვლევ ამ ამბავს. ამიტომ ტყუილი რო არ გამომივიდეს, თავს ვიკავებ. და როდესაც დაუშვათ ხდება, მე ვთარგმნი ინსაიდერებს, კონტაქტორებს, მე ვაკვირდები. ზოგი კი ლაპარაკობს, არ ემთხვევა ზოგის ლაპარაკი რაღაცაში. მე იმას არ ვთარგმნი იმ მომენტებს. მაგალითად, როდესაც ეხება საქმე რამის ისტორიას, აი მაგალითად ისმაილ პერესი, ხო, ახლა მე მეხსენებას კიდევ აქვს დრო და მინდა უბრალოდ აგიხსნა. ისმაილ პერესი ხო ყვება დაუშვათ ადამიანი კოსმოსური კაცობრიობის განვითარების ამბავს, ხო? ახლა ბევრი რამ რაც ისმაილ პერესმა თქვა, ემთხვევა
ბორეევის წიგნის ამბობს შინაარს, რომელიც მე გადავთარგმნა მიდენა და რომელსაც ბევრი ვერ უსმენს მაპატიეთ, მე ხომ გითხარით, მე ჯერ არ ვიცოდი თუ ღილაკი არსებობდა ჩემ ტელეფონზე, რომლის დახმარებით შევძლებდი მე პაუზაზე შეჩერებას, სანამ გავერკვევდი ნაწერში, ხო? ამიტომ ახლა თავიდან მე მაგას ვერ ავტორთავ. შეიძლება წერის ფორმაში გავაკეთო, შეიძლება. ხო, მაგრამ იცით რა, კიდევ გამოჩნდება ახალი ამბები, მთავარია სისტემა დაალაგდეს, ეს ქაოსი შენობდეს, შემცირდეს, გაქრეს. და საქმე იმაშია, რომ შეიძლება მოხდეს, რამე ახლა მე თქვენ გითხრათ, შეიძლება მოხდეს გაჩიშვა, გლობალური გაჩიშვა და ვინც სოფლებში ცხოვრობთ, მოიმარაგეთ, მაინც თუ გაქვთ დიზელის საშუალება იმის რაღაც აპარატურა რომ დენიოთ გენერატორები, ეს არ იქნება, შეიძლება რამდენიმე დღე მოუნდენ ამას. ხო, რადგან ეს ატლასი, არ ვიცი რამდენი სიმართლეა. ზოგი ამბობს, რომ ატლასი განადგურდა, ზოგი ამბობს, რომ ატლასი არის ბუნებრივი ქმნილება, ზოგი ამბობს, რომ ატლასში ზელარიან ცივილიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მოვიდნენ იმიტომ, რომ უნდა დახმარება. ზოგი ამბობს, რომ ეს ატლასი ატლასმა კარიბჭე გამოიარა, რომ ეს მეტეორიტი არაა, არც კომეტა, არც მეტეორიტი. მე არ დავიწყებ ამის ძიებას, მაგრამ ეს ატლასი რომ მოახლოვდება დედამიწას, შეიძლება მოხდეს გლობალური გათიშვა. შემდეგ ისინი, ვინ შეგვეხმარება, კოსმოსური ძალები, ცივილიზაციები, შეცდებიან კვანტურზე გადაიყვანონ დედამიწა, კვანტურ ინტერნეტზე, კვანტურ სისტემაზე და სანამ აღდგება ეს ყველაფერი, თუ ეს ზამთარში მოხდა, თუ სიცივე იქნა, რასაკვირველია, დაგჭირდებათ გათბობა. ახლა ბინებში გათბობა, არ ვიცი მე როგორი იქნება, მაგრამ სოფლებში თქვენ შეგიძლიათ მოემარაგოთ. ახლა მე ნაქევებში ვარ და დაუშვა თუ დაბნელდა რამდენიმე დღით, მე უნდა მოვიმარაგო სამთლები. კოკა-კოლა, სოდა, რომ ხო, ის მოხდეს უშუქოდ არ ვიჩნდე და ინტერნეტში ბევრი საშუალება თუ კარტოფილი და კოლა და სოდის დახმარებით როგორ შეიძლება უფასო შუქი, უსადენო შუქი გააკეთო. მაგრამ თუ დედამიწის გაჩიშვა მოხდა, იმისი ელექტრონული ბადის, მაშინ შუქს ვერ აანთებთ თქვენ. ვერ აანთებს ვერავინ, იმიტომ რომ ის კი არა, მე გეტყვით უფრო მეც, თუ დედამიწის ბადე გაითიშა, ელექტრომაგნიტური ბადე დროებით, ჩვენც ვერ ვიმოძრავებთ კანონით. ისე იგი ბუნებრივი კანონების მიხედვით, ჩვენ ხო ასწავლული სხეული ვართ სული, ხო? და ჩვენ სხეულში ჩვენ გული კიდე შედგება რაღაც ნაწილი გულისა ამ ელექტრომაგნიტური ბადისგან, რომ იმუშაოს. ხო, გინდა მიჯერეთ, გინდა რა. და ჩვენ ვარსებობ დედამიწის ხარჯზე, დედამიწის ელექტრომაგნიტური ველის ხარჯზე, ბადეს ხარჯზე. და თუ დედამიწის ბადეს ელექტრომაგნიტური ველი გაითიშა, ყველაფერი გაითიშება. ყველაფერი. ჩვენც მოგვიწეს ცოტა ხანი ეს ამდენიმე დღე. ფაქტიურად რა უნდა მოიმარაგოთ, თუ ჩვენც დავიძინებთ. ჩვენ დავიძინებთ რასაკვირველია, იმიტომ რომ თუ დედამიწის ელექტრომაგნიტური ბადე არ იმუშავებს, ჩვენც ვერ ვიმოძრავებთ. და ჩვენ ჩავარდებით როგორც დათვლილდება ხოლმე ღამე იმისი ზამთრის ძილში, ისე იმდაგვარად ჩავარდებით ჩვენ ძილში,
მაგრამ მისგან განსხვავებით ჩვენ ვიქნებით ყველანი პარალიზებული და გორს მოვალთ შემდგომ. როდესაც ყველაფერი აღდგება. ჩვენ უკვე გავიხვდეთ ახალ დედამიწაზე, ახალ ცის ქვეშ, ახალი ვიბრაციებით, ახალი ენერგიებით. მე ამდაგვარი სიტუაცია აღწერე ვიდეოში 3 ღამე, მაგრამ არა გამორიცხული, რომ 10 დღემდე იქნეს ჩაბნელება. თავი პანიკაში არ ჩავარდით. ჩვენ მაინც რო იწვი ან მოიმარაგეთ, თუ მეცინება ხანდახან მეც გითხარით ახლა, მაგრამ თუცა რა უნდა მოიმარაგოთ, თუ დედამიწის ბადე, თუ გლობალური გაჩიშვა მოხდა ამ ელექტრომაგნიტური ბადესი, ჩვენც გავითიშებით დროებით. თავარი ამ დროს სახლებში ვიყოთ. უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით, მაგრამ მაინც. კარგით, პანიკაში არ ჩავარდით, ყველაფერი იქნება კარგად. მადლობთ ყურადღებისთვის.